სულში კეთეს აკეთებ და მუდამ წმის რომ კარგად არ გექცევიან? იქნებ უტრაკო ხარ და პირდაპირ ვერ მეტავ დომინირებაზე გასვლას. გაგარკვევ ახლა რას გულისხმობ. როდესაც ადამიანი ვინმეს რაიმე კარგს უკეთებ და ამბობ უანგაროა, რომ ამავდროულად მისგან კარგ დამოკიდებულებას ელი, ეს უკვე ანგარებაა, რასაც ბევრი არ აღიარებს ცოცხალი თავით და რასაც თანსდევს მოლოდინები. მოლოდინები კიდევ ვიცით რომ საკმაოდ ხშირად ისი არ მართლდება როგორც გვინდა. ამავდროულად მაგ მოლოდინში დევს გარკვეული სქემა თუ როგორ უნდა აგვიხდეს სურვილი, ანუ წერს სცენარს. მოვიყვანოთ მაგალითი. ადამიანმა გაკვირით გითხრა რომ დაიღალა და ყავის დალევა უნდა. თავქუდმოგლეჯილი გარბი ხარ და 10 წუთში მოგაქვს საიდანაც 10 კილომეტრის იქიდან. და ელი რომ როდესაც შენ დაგჭირდება მსგავსი რამ, ისიც იგივეს გააკეთებს და მოგექცევას დილობიანად და მოსიყვარულედ. ეს გავს რეალობის კონტროლის მოთხოვნილებას და როდესაც ის ადამიანი არაფერს აბრუნებს, შენი გაწერილი სქემა არ მუშაობს. ამის უკან კიდევ ერთი ბნელი რამ დგას. წინა ვიდეოში აგიხსენი რა იყო ჩრდილი იუნგის თეორიიდან. ხო და აი მაგ ჩრდილს ზოგჯერ ფარული აგრესია აქვს დარწმუნებული და გარკვეული დოგმებიდან გამომდინარე რომ მაგალითად ადამიანი არ უნდა იყოს ესეთი და ისეთი, ერდება პირდაპირ თქვას რომ მე შენზე დომინირება მინდა და შენ უნდა გააკეთო ისე როგორც მინდა მე. ამიტომ კეთილი საქმეებით ცდილობს დაავალდებულოს ადამიანი, რათა ის იყოს მასთან ვალში და მოიქცეს ისე როგორც უნდა მას. და ამ დროს სამყაროზე, ხალხზე თუ რეალობაზე გავლენას რომ ვერ ახდენ, კეთილი საქმეებით შეფარული დომინირების მოთხოვნილებით, იწყება შფოთვა. მაგასთან გასამკლავებლად კი თერაპიაზეა წასვლა საჭირო.